საქართველოს წინააღმდეგ კი იდეოლოგიური მიგრძელდება. რუსეთში ყველაფერი ქართული მხოლოდ ნეგატიური ჭრილშია წარმოჩენილი. ტელეარხები აჭრელებულია ფილმებით, რომლებშიც სადისტი და სისხლისმსმელი ქართველები ჩააგრავენ ოს და აფხაზ ხალხს. ამ ფონზე თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს ისტორია, რომელიც გენერალ უსტინოვს შეემთხვა იმ რუსის სამხედროს კარიერაში, რომელმაც ფოთი დაიპყრო, საქართველოსთან წარსულმა კავშირმა სავალალო შედეგი გამოიღო. ამ კადრებს ქართველი მაყურებელი პირველად ხედავს. თავის დროზე რუსული ჯარების შემოსვლა ზუგდიდის რაიონში, თან აფხაზები და ჩეჩნები რომ შემოიყვანეს, სამხედრო ცენზურის მოსაზრებებით ეთერში არ გავიდა. რუსთავი 2-ის ექსკლუზიური ვიდეო მასალა ახლა ისევ აქტუალურია. მას შემდეგ, რაც აგვისტოს მოვლენების დროს დასავლეთ საქართველოში საოკუპაციო ჯარების სარდალი ევგენი უსტინოვი აფხაზეთიდან მოსკოვში გაიწვიეს და თბილისამდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად სისხლის სამართლის გამოძიებაში მთავარ ეჭვმიტანილად დაასახელეს. ევგენი უსტინოვი პრესის ყურადღებას არც ვირის აბანომდე იყო მიჩვეული. რუსულ სამხედრო ინტერნეტ საიტებზე მხოლოდ იმ ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, რომ 2007 წლის ივლისში იგი ტულის 106 საპარაშუტო დივიზიის მეთაურად დაინიშნა. უკვე 2008 წლის ივლისში კი რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების სარდლის მოადგილის სტატუსით ყაზახეთში ერთობლივ წვრთნას აწყობს. უეცარი აღზევება, რომელსაც უეცარი დაცემა მოჰყვა, როგორც ახლა ირკვევა, საქართველოში დაწყებულა. აგვისტოს შუა რიცხვებში ფოთის ამ შენობასთან რუსული კოლონა გაჩერებულა. ჯავშან ტრანსპორტიორიდან გადმოსულ მამაკაც რუსის გენერლის სამხრეებით კი მოულოდნელად სრულიად არაგენერლური რამ ჩაუდენია. ჯავშან მანქანა, რომელიც იყო გაჩერებული და მე რატომღაც ვიფიქრე, რომ მორიგმა რადიორობას ჰქონდა ადგილი ან რაღაც სხვა უცნაურობა ხდებოდა რუსების მხრიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ დღეებში ფოთში რეგულარულად, აღმოჩნდა, რომ იქიდან გადმოვიდა ერთი მუნდირიანი შუახნის მამაკაცი, მიუახლოვდა სკოლის კედლებზე და უწყო კოცნებს. ეს იყო გენერალი უსტინოვი, რომელიც ბავშვობისას სწავლობდა ამ სკოლაში. რუსის გენერალი ამ აბრის წამკითხავი აბა საიდან იყო და ალბათ ვერც გაიგო, რომ უკვე ქართულენოვან სკოლას ლოშნიდა. მისთვის გასაგებ ენაზე აქ მხოლოდ ძველი სკოლიდან გადმოყოლილი არქივია, რომელშიც ამ ღირსშესანიშნავი ადამიანის გვარს იმ ღირსშესანიშნავი დღის შემდეგ ეძებენ და ვერსად წააწყდნენ. ჩვენი სკოლის დამთავრების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ, მაგრამ ჩვენ სკოლაში რომ ნამდვილად სწავლობდა, ამის დამადასტურებელი მასალები აღმოჩნდა და შესაძლებელია მას ბოლო კლასი დაუშვათ სხვაგან დაემთავრებინა, სხვაგან გადასულიყო, როგორც სამხედრო მოსამსახურეობის შვილს. რომ მითხრეს, რომ ასე უსტინოვი არისო თქვენი სკოლა და მე ვთქვი რა აგრესორად ჩამოვიდა აქ მეთქი, რას არო გვიკეთებენ დაბომბეს ეგერ ნავსადგური, ეს იგი რუსები ასე რომ შემოვიდნენ მეთქი და მე თურმე სულ სხვა განწყობა ქონია ამ კაცს, სულ სხვა განწყობა. ევგენი უსტინოვი ფოთში არ დაბადებულა. სამხედროების ოჯახმა იგი გორკის ოლქიდან ჩამოიყვანა. სანამ ოფიცერმა მას სამსახურის გასაგრძელებლად ისევ რუსეთში მიავლენდნენ, მომავალი მედესანტე კალათბურთს ფოთის სპორტდარბაზში თამაშობდა. მცირე ერების დაჩაგვრა მაშინ აზრათაც არ მოსვლია. კალათბურთში ერთად ვიყავით, ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი იყო, ძალიან სამეგობროდ. კარგი, გვერდში ამომდგომი და ქართველების დიდი მოყვარული. კარგმა და ყველას გვერდით ამომდგომმა ბიჭმა დინასტია გააგრძელა. საჰაერო თავდაცვის ჯარებში ორწლიანმა სავალდებულო სამსახურმა ჩანს დიდად ვერ მოხიბლა რაკი დემობილიზაციის შემდეგ რიაზანის სადესანტო სასწავლებელში ჩააბარა. მრავალი ნაწილისა და თანამდებობის ცვლის შემდეგ ომსკის სასწავლო ცენტრის უფროსი გახდა. გენერლობა კი საშტატო განდრიგის შესაბამისად ტულაში 106 სადესანტო დივიზიის მეთაურად დანიშნის შემდეგ მიიღო. კარიერის სიმაღლეზე აჭრილ გენერალს ფრთები და სამხრეები გავრცელებული ცნობით ზედმეტი გულჩვილობისთვის დააჭრეს. გამოძიება მას ბრძანების შეუსრულებლობას ედავება. ბრძანება კი როგორც ცნობილი გახდა, დასავლეთ საქართველოს ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებასა და 80-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრებას ითვალისწინებდა. მაყურებელს არც ეს კადრები უნახავს. ზურგს უკან ხელშეკრული და თვალახეული ქართველი სამხედროების ჩვენებაც არაეთიკურად ჩაითვალა. ახლა კი უნდა ითქვას, რომ ფოთის სამოქალაქო პორტში 22 ჯარისკაცის დაკავების, სენაკში მათი დემონსტრაციული ჩამოყვანისა და მრავალდღიანი მძევლობის ბრძანება სწორედ ჩვენმა გენერალმა უსტინოვმა გასცა. ერთი დღეც რომ არ ქონდეთ ნამსახური ჯარში. დაიჯერებთ, რომ ფოთსა და ყულევში ქართული სამხედრო და სასაზღვრო გემების აფეთქების, შემდეგ კი მთელი სახმელეთო ინფრასტრუქტურის ადგილზე განადგურების, ან აფხაზეთში გაზიდვის ოპერაცია სარდლის თანხმობისა და წერილობითი ბრძანების გარეშე ჩატარდა. აფეთქებები სენაკის ბაზაზე სანამ რუსები იქ იდგნენ, ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. რუსებმა მოსპეს ყველაფერი, რის გატანაც დაეზარათ, ან უბრალოდ არაფერში დასჭირდათ.
ფოთის პატრიოტი გენერალი, რომელიც ოპერაციას сардлობდა, ბოლო დღემდე ამტკიცებდა ბაზისა და მისი ასაფრენი ზოლისთვის ლუზიც არ აგვიფრენიაო. Там взрывают не взлетную полосу, а взрывают боеприпасы. Чтобы на них никто не подорвался, прежде всего мирный житель, и тем более дети. Откуда там мирные жители? Да нет. Будут, они же будут, эти мирные жители. Это же военная база. Ну и что военная база? Откуда там мирные жители? Запросто могут быть. Там коровы ходят, она же военная база, а коровы пасутся. ორი დღის შემდეგ ჩვენი კამერა სენაკის ბაზის პირველი სტუმარი გახდა და მისი განადგურების პირველი მოწმეც. სენაკის ბაზაზე რუსებმა აღარაფერი დატოვეს ამ წარწერის გარდა. მოკითხვა ბრიგადის მეთაურს გენერალ უსტინოვის ჯარისკაცებისგან. მედესანტეთა სარდლის მოადგილეს ქართულთ მოყვარეობაში შეიძლება ის ჩაუთვალეს, რომ კოდორის ხეობა აფხაზებთან ერთად დიდი სამოქალაქო მსხვერპლის გარეშე აიღო. გენერალ უსტინოვისა და მისი კაცთ მოყვარეობის კვალი სენაკის ცენტრსაც უცებ დაეტყო. 15 დაღუპული ერთ დღეში, დანგრეული რკინიგზის სადგური, თეატრი და სასტუმრო, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. ფოთის მესამე საჯარო სკოლის ჟურნალებში 30 წლის წინ რუსულად და რუსული გვარებით რომ მივსებოდა, ახლა ეროვნული შემადგენლობა აშკარად შეცვლილია. უსტინოვებისა და მედვედევების ნაცვლად სიაში დღეს ცომაიებისა და კუჭაევების გვარებს კითხულობენ. და ერთადერთი თხოვნა აქვთ ყველასთან, ვინც მათსავით პატარა ბიჭად ამ და სხვა მერხებთან იჯდა. სკოლის კედლებთან ნიანგის სრემლების ღვარღვარს ჯობს საქართველოს საერთოდ დაანებონ თავი. Да, Медведева просим, дядю Медведева, да, чтобы он прекратил агрессию.